გამარჯობა მეგობრებო, დღეს გადავწყვეტე გამოსულიყავი ქალაქში BMW i3 Rex-ით. ძალიან მომწონს ეს მანქანა, ძალიან პრაქტიკული და ქალაქში გადასაადგილებლად იდეალური არის. ეკონომიის კუთხით, პრაქტიკულობის კუთხით. გაგიკვირდებათ ეხლა შეიძლება თქვათ რომ აი BMW და ეკონომიური როგორ შეიძლება იყოსო, მაგრამ დამერწმუნეთ ეს მანქანა ნამდვილად ეკონომიურია, ნამდვილად პრაქტიკულია და არ ფუჭდება. რა თქმა უნდა, გულისხმობ თუ კარგად მოეყურებით მანქანას. მე პირადად ჩამოყვანას გირჩევთ რომ ეს მანქანა იყიდოთ საქართველოში. ამერიკაში აუქციონზე ძალიან ცოტა გადის ეს მანქანები. იაფიღირ საქართველოში მაქსიმუმ $300-400 მოუგოს ვინმე ამ მანქანის ჩამოყვანაში, გააკეთებაში და მერე გაყიდვაში. ეგეც გეუბნები მაქსიმუმ. მე პირადად წავაგებული ამ მანქანის ჩამოყვანაში, უფრო ძვირი დამიჯდა, ყველაფერი არის კარგი და საუკეთესოა მანქანას დაყენებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება მაგიტომაც დამიჯდა უფრო ძვირი. კონკრეტულად ამ მანქანას მე 3 თვე ვყიდულობდი ფაქტიურად რა, იმიტომ რომ აუქციონზე არ შემოდის ეს მანქანები ბევრი და ძალიან რთულია ყიდვა, იმიტომ რომ არის დიდი კონკურენცია. გირჩევთ რომ აქ ადგილზე იყიდოთ ეს მანქანები. მე პირადად ეს მანქანა მყავს ზუსტად 3 თვეა. ერთი თვის წინ განმაბაჟე თუ არ ვცდები. ეს კონკრეტული მანქანა არის დატენვადი ჰიბრიდი. ბენზინზე შეუძლია სიარული და დენზეც. ჩვეულებრივად შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას წახვიდეთ ისე რომ არ ინერვიულოთ, რომ თუ დაგიჯდათ, ავტომატურად მანქანა გადართავს ბენზინის ძრავზე. ყველანაირი სერვისი ჩაუტარე აბსოლუტურად, რაც იყო გასაკეთებელი, გამოსაცვლელი, ზეთი გამოსაცვლელი, ანუ აბსოლუტურად სრული სერვისი აქვს ამ მანქანას ჩატარებული და იდეალურად გამოიყურება. მინიმუმ 5 წელს გეუბნებით რომ ამ მანქანას არაფერი არ მოუვა, იმიტომ რომ ყველა ნაწილი არის ახლით შეცვლილი, არაფერი არ აყენია მეორადი. რატომღაც 2016 წლამდე მოდელებს აქვს პადმატორნის პრობლემა, ანუ ძრავის ბალიშის პრობლემა. ძრავის ბალიში საქართველოში ძალიან რთულად იშოვება. მეორადი თუ იშოვეთ, ძალიან მაგარია და ისიც ალბათ 800 ლარი ღირს 2 ცალი რომ იყიდოთ, რაც ეს მანქანები დადის, იმის 90%-ს ამ პადმატორნის პრობლემა აქვს. მე პირადად გამოვცვალე ახალი პადმატორნი დავაყენე. ძალიან კარგ ფასად, ძალიან კარგ მანქანას ვყიდი. თუ ხართ დაინტერესებული BMW i3-ით, აი დამერწმუნეთ რომ ამ ფასში ასეთ მანქანას თქვენ ბაზარზე ვერ იპოვით. ამ მანქანაში ვარ 100% დარწმუნებული, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩემი ხელით მე დავდიოდი ხელოსნებთან, ბევრი რამე ჩემი ხელით გავაკეთე, იმიტომ რომ მეც ვიცნობს ახლა კი იცის რომ მანქანა როგორ მიყვარს და როგორ მეხერხება. რაც შესაძლებელი იყო და მეორადი იყო, ის გამოვცვალე ახლით, თეგეთაში ვიყიდე ნაწილები და შემიძლია ამის დამადასტურებელი საბუთების გაჩვენოთ. 2014 წლიანი მანქანისთვის მულტისაჭე და კრუიზ კონტროლი და ასე შემდეგ, გონია რომ ძალიან კარგი ფუფუნება არის, აქვს სავარძლების გათბობა, ბევრი რაღაცა აქვს. BMW-ს შექმნა ერთადერთი მოდელი ჩემი აზრით, რომელიც არასდროს არაფერზე არ გაწუხებთ.